დავიძარი სერბეთისკენ დღევანდელი დღე არის წვიმაში გადასვლა მონტენეგროდან სერბეთში. მოსაწყენი, მაგრამ ეს უზრუნველს. სახლისკენ გზას მინც შევეცადოთ სოფელით. რუარ ჩერდება ისე წვიმს. რაც აპირებს გაჩერებას. ავას დავლევ. ცოტა სუს მოითვა. იმის იმედი არ მაქვს რომ გადაიღებს. გავყობიზას. გავქნოთ ასიზანთ ასეთი არის ედვენჩერის ბუნება. მოგინდოდა ედვენჩერი, ახლა ედვენჩერი. თელი დღე წვიმაში სიარი. ზანზა კაიფო ედვენჩერია. ახლა სადაა რეგრევალდის კაიამინდი, კარგი გზა, ორა მაგარია, ოპანა, ოვესრა ხედია. იარი ედვენჩერი. და გაუძლოთ, მე გავატანინეთ. განწყობა ავიმაღლოთ. შევხედოთ ამას, როგორც გამოწვევას, ამას რო გადავიტანთ, მე რაღაცა კარგი გველოდება. აი ამ კუთხით შევხედოთ. ეხლა ვიმყოფები სერბულ ქალაქ უშჯიცეში. ზე გამოვიდა და მეც რა თქმა უნდა განწყობა გამომიკეთდა. სერბეთი რა ვიცი რაღაც ისეთია რა, ინფრასტრუქტურა არ აქვს და აი 97 კილომეტრის გავლას ჭირდება საათნახევარი, თითქმის საათი და 40 წუთი, იმიტომ რომ გზები ისე რა მდგომარეობაშია. ქვეყანა რავი, მოკლედ რასაც უყურებ ეს ბალკანეთი, ენა, доброе утро, ხვალა, добрый вечер. ერთი და იგივეა თითქმის ყველას და ყველაფერი. გვანან ფიზიკურადაც ერთმანეთს, ერთი ხორვატები არიან ცოტა წინ ყველაზე ამაზე, დანარჩენი თითქოს და ერთი და იგივეაო. სერბეთში დარჩენას ფიქრობ, რომ დიდად აზრი არ აქვს. აქ ისეთი ჩემთვის საინტერესო მოკლედ არაფერი არ ხდება. ბულგარეთში თურმე არის ასეთი მთათა სისტემა, რომელსაც ქვია რილა. ეს რილა ყოფილა ყველაზე მაღალი მთათა სისტემა, როგორც ბულგარეთისთვის, ასევე მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეხლა თუ სადმე მთარი და ნაციონალური პარკი, ეროვნული პარკი, მაგის გამოტოვება არ იქნება, არ გამოვა ჩემი მხრიდან. ერთი რაც კარგი შემიძლია თქვა სერბებზე, სხვათა შორის არის ის, რომ აფიში ყავრო დავლია. არ მქონდა არც ბარათით გადახდა არ იყო, ამათი ფული მე არ მქონდა, ევრო შევთავაზე უარი მithves და გვერდით ორი ტიპი ისხდნენ, ვინც მანამდე გამომელაპარაკდნენ, რაღაცა დაურიხა, რაღაცა და იმ ტიპმა მე გადავიხდიო რა. რაღაცა სიამოვნო ჟესტია, რომ ადამიანმა რომ დაინახა, რომ ცდილობდი გადახდას, მაგრამ ვერ ვიხდიდი, ყავაზე დამპატიჟა. ასეთი პატარ-პატარა რაღაცეები ქვეყანაზე და ერზე, ისე დადებით წარმოდგენას გიქმნის. უახლოვდები სერბეთი ბულგარეთის საზღვარს და ნახოთ რამდენი კილომეტრიანი გიგია მეგობრებო ტრეილერების. ჩვენ ყოველდღიურად თასობით რაღაცას მოვიკმართ, ვიყენებთ და ავფიქრობთ იმაზე, თუ რამხელა და რამდენი ადამიანის შრომა და წვალებაა ჩადებული იმაში, რომ ჩვენამდე ესა თვისნეთი მოვიდა. შემოვედი ბულგარეთში. აი ზაფრია რო კითხავს. მივაწოდე საფუთები, პასპორტი. რაღაც შემოწეს ჯგუფ ჩაატვეს და ეგარი ბულგარეთში ვართ. ეს უკვე ბულგარეთის რაღაცა პატარა სოფელი. ვენახი აქაც ხშირად გვხვდება. პრინციპში ბულგარეთში უკვე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა არის ვენახისთვის. გოლფორი აქაც არის, იმიტომ რომ ბალკანეთი ეს გოლფორი განუყრელი. ეს არის რილა. პატარა ქალაქი, ძველი ქალაქი, როგორც ჩანს. დომ ზასტარი ხორას, ივან რილსკი. ჩვეულებრივად რუსული თუ ისე კითხულობ წარწერებს და იგებ კიდევაც.
ჩემ წინ რომ მიდის, ეს არის გოგო. ნუ ვფიქრობ, რომ მოტო გოგოს უხდება. ნუ რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობ. რაღაცა ვულგარულად კაცმულობი და ასე შემდეგ. უბრალოდ რაღაცნაირი ის არის გოგო და მოტო ჩემი გადმოსახედით და ჩემი გემოვნებისთვის კარგი ლამაზი სანახავია. Добрый вечер. So I have to pay for parking? 5 what? 5 leva. How much it in euro? 3 euro? And parking? Free. Good. Okay, წავიდეთ free parking-ზე აქ. ცოტა გამოსევინებაც გაასწორებს. რაიდის შემდეგ ფეხით გასევინება. მithumetes ესეთ მომას ტყეში არის მისწრება ორგანიზმისთვისაც და გონებისთვისაც და ყველაფრისთვის. წინათაც ვთქვი რომ არა ვარ მაინც და მაინც რელიგიური კაცი, მაგრამ ვფიქრობ რომ ეკლესია მონასტრები საკმაოდ საინტერესო ადგილია ისტორიის თვალსაზრისითაც და რაღაცაზე რომ დაფიქრდე ამ თვალსაზრისითაც. მე-19 საუკუნეში მოქცეულან ბულგარელები ქრისტიანებად მაგ დროისთვის ეს რივლის მთები ყოფილა დაუსახლებელი და თუნდაც მაგდროინდელი ბერები იქეთ მოდიოდნენ სულიერი ცხოვრებისთვის და ასე შემდეგ და ნუ ნელ-ნელა ეს ტრადიცია განვითარდა და დღეს ესეთი დიდი მონასტერია რივლის მთებში. საინტერესო ადგილია. გავს ფრესკები ჩვენსას. მაგრამ რაღაც განსხვავებებიც, მაგრამ დიდი წილად. ბევრი ხალხი არ არის, ტრაპოლა არ არის. შვიდი წყნარი ადგილია. მოხვალ ისტორიასაც გაეცნობი. ცოტას დაფიქსდები და ისვენებ. მოკლედ მომეწონა. ბულგარეთში თუ მოხვდებით, აქ მოსვლა ნამდვილად ღირს. საღამომშვიდობის მეგობრებო, მოედი სასტუმროში დავბინავდი. მაგრამ ქალაქი არის რილა და რაღაც საოჯახო სასტუმრო გავაძრე. ალექსანდრა 70 წლის ბებო იქნება. რაც თავარია ხიმილით შემხვდა. რაღაცა საჭმელს მიმზადებს. ძირითადად დღევანდელი დღე იყო, ავტობანი და მოუბერავ რა. რაც თავარია ბულგარეთში გადმოვედი. საინტერესო ადგილი მოვინახულე. ვერ ვიტყვი რა იყო საინტერესო. მონასტერი, დილის მონასტერი. ხვალ არ ვიცი. თურქეთამდე ძალიან შორია, თურქეთამდე 7 საათის გზა, 7 საათი გაუჩინებელი ნამდვილად ვერ ვივლი, ძალიან დავეღლები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისევ სადმე ბულგარეთში გავჩერდები, ან შეიძლება თურქეთის საზღვარზეც გადავიდე. ნახოთ, ხვალინდელი დღე რას გვიმზადებს. მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობის მეგობრებო, ეს 26 სექტემბერია, წლის ნახევარია. გამოვედი ბულგარეთის ქალაქ რილადან, აქედან სტამბულამდე დაახლოებით 8 საათის გზა. შემდეგი 3 დღე ძირითადად იქნება ჩემთვის ავტობანი და რაც შეიძლება დიდი მანძილის გავლა. ავტობანი არის ყველაზე მოსაწყენი რაღაცა, მაგრამ ერთი კარგი ისაა, რომ გრეტა არის მაგარი გოგო. გრეტა შეუძლია ავტობანი კი არ გაიაროს, ავტობანის კილომეტრებს გრეტა ჭამს. ესეც ასე, მეგობრებო, მე და გრეტა საქართველოში ვართ.
3 დღეა კამერა არ ჩამითავს, იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში მოვდიოდი ავტობანზე და არც არანაირი ემოცია არ იყო რომ გამეზიარებინა თქვენთან და ეხა კიდევ შემოვედი ამ პლანეტაზე ყველაზე მაგარ ქვეყანაში. უკვე ბულგარეთი, თურქეთი, ეს დაახლოებით 2000 კილომეტრის ამ დღეში გამოვიარე. არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, ავტობანი სასტუმროში მინდა დაიძინა. სულ ეგ იყო. ერთხელ გამაჩერეს მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში, გამაჩერეს თურქეთში, სიჩქარის გადაჭარბებაზე, 3-ით გადავაჭარბე დაშვებულ ლიმის, რა წარმოდგენა რჩება მოტო მოგზაურს საქართველოს. აი ხა სხვა თვალით უყურებ, აი ამ საბურავებს აკროპრია. აი მე როგორი ლამაზი ქვეყანა გვაქვს და რას ვახვედრეთ ტიპებს აქ რო შემოვიდეთ. ვახვედრეთ საცობს, სამშენებლო მასალებს, დასჯილ ავტომობილებს. ამას ვახვედრეთ ტიპებს, რომლებიც აქ ჩამოდიან. გრეტა ასეთ ქაოში მოხვდა პირველად. არასოდეს არ მოხვედრილა ასეთ ქაოში, აი არც ჩემთან ერთად და არც ვალავ. ეხლა გავუვიერთდი და გრეტა 7000 კილომეტრი და პირველად არის გრეტა აი ასეთ ქაოსში. ვინ სად მიდის, ვინ გადადის, ვინ გადმოდის, ვის ჩაი მოაქვს, ვის წყალი. ბიჭო, რა საგიჟეთში ვცხოვრობ. ჰაიმე, საიდან უნდა დაიწყო, საიდან? სადრაა ჩადგმული, სადრაა აშენებული არქიტექტურა, სტილი, ესთეტიკა, რა? ვის საინტერესებს რა არქიტექტურა, რა სტილი, რა ესთეტიკა, სად ნაგავიყრია, სად იქ სადღაც შორს მზე შავ ზღვაში ჩასაშვებად ემზადება და ჩემი და გრეტას ეს მოგზაურობაც დასასრულს უახლოვდება. როგორი იყო თქვენ კიდევ? ამაზე უკეთეს მოგზაურობაზე ვერ ვიოცნებებთ. ყველანაირი თვალსაზრისით. აღმოჩენების თვალსაზრისით, გარეთ თუ შიგნით. ემოციების თვალსაზრისით. საკუთარ თავთან დარჩენის და ახალი რაღაცების აღმოჩენის თვალსაზრისით, ახალი ადამიანების გაცნობის თვალსაზრისით. მადლობა მინდა რომ ვუთხრა ჩემს ოჯახს, დედაჩემს, ჩემს მეუღლეს, მათი მხარდაჭერის გარეშე არ გამოვიდა და ჩემს მეგობრებს, რომელთანაც თქვენი წაუღერო, ჩავწერო, არ ჩავწერო, ესე ვქნა, ისე ვქნა და რომ ისმედნენ და გვერდში მედგნენ. ყველა იმ ადამიანს, მოკლედ, ვინც მიიღო მონაწილეობა და ვინც ხელი შემიწყო, რომ ესეთი მაგარი მოგზაურობა მომეხოდა. თქვენს მეგობრებო, ყველაზე უფრო მეტად მოტო მოგზაურობაში ისიც მეშინოდა, ეს იყო სიმარტოვე და ამ ვიდეოებმა ეს სიმარტოვე საერთოდ გამიქარწყლა, ჩემთან ერთად იმოგზაურეთ თქვენს. მადლობა ყველას, ვინც დაალაიქეთ, ვინც დააკომენტარეთ, ვინც უყურეთ, ვისაც მოგეწონათ, ვისაც არ მოგეწონათ, სულ ყველას. იმიტომ რომ მარტო არ ვიყავი აი ამ ძალიან მაგარ მოგზაურობაში და აი ამ საოცნებო ტრიპს ეს კიდევ უფრო მეტად ამშვენებდა და ალამაზებდა. თავიდან გეგმაში იყო რომ უნდა მეყიდა ბაიკი, ჩამოვსულიყავი საქართველოში, მე მოგზაურობ და მე გამეყიდა, მაგრამ გრეტა ისეთი გოგოა, გრეტა საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს ფარეხში და მე და გრეტას დიდი მოგზაურობები გველის წინ. ჟანრის კლასიკა. მოითხოვს რომ თქვა რომ კაცმა არ იცის საიწავო და რაღაცები, მაგრამ მე მგონია რომ ასეა თუ ისე რა იქნება მომავალში ვიცი. დასავლეთით ასეა თუ ისე ვიმოძრავეთ. ჩრდილოეთი არ გვინდა ცნობილი მიზეზების გამო. დარჩა სამხრეთი და აღმოსავლეთი. ორივე ძალიან საინტერესო. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, იმისთვის რომ ჩემთან ერთად იყავით. ამას
თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია და მომავალ შეხვედრამდე.